ძალიან ბევრი მშობელი თავს არიდებს სკოლაში სიმართლის თქმისგან, საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებისგან იმის გამო, რომ ეშინია მის შვილი არ დაჩაგრა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შიში რა თქმა უნდა გადაჭარბებულია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სრულიად ლეგიტიმურია და აზრის მოკლებული ნამდვილად არ არის. არანაკლები ბარიერია აზრის ღიად გამოხატვისთვის, როდესაც იცი, რომ მასწავლებელს სწყინს შენი აქტიურობა. ამ მხრივ სკოლას დიდი გავლენები აქვს ხოლმე. თუ დღეს მივედი და სკოლაში რაღაც პრეტენზიები სკოლას გამოვთქვი, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რომელიღაცა პერიოდში ეს ამ ჩემმა კრიტიკულმა შენიშვნამ, რადგანაც მე უსიამოვნო ემოცია მივეცი, მოდი ესე ვთქვათ, სკოლას, ანუ შეოფასე ცუდად, შეიძლება იმოქმედოს ჩემი ბავშვთან ურთიერთობებს. ამიტომ ამ მხრივ მე ვუფრთხილდები, რომ სკოლაში მასწავლებელი არ გაბრაზდეს, არ ეწყინოს, დირექტორს არ ეწყინოს